დოლი იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია რიტმზე, რომელიც არის საფუძველი მოძრაობის, აი ყველაფრის, შეუძლებელია დოლმა არ იმოქმედოს ადამიანზე. მასწავლებელს უყვარდა იმის თქმა, რომ რა მოიყო ესეთი დიდი ფრანგი კომპოზიტორი, ის ამბობდა, რომ მუსიკის სული არა მელოდიაში, არა ჰარმონიაში, არამედ რიტმში. არც ერთ რევოლუციას, არც ერთ ომს არ ჩაუვლია მუსიკის გარეშე, სიმღერის გარეშე, სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ საბრძოლო სიმღერე, მარტო ჩვენ არა მთელს ფოლკლორში გავრცელებული ფენომენია და ამიტომაც უკრავდნენ ბუგზე და ნაღარაზე ომში. ფაქტია, რომ ეს გაძლევს რაღაცა ენერგიას და შენ გემატება გამბედაობა. ეს გვჭირდება. მე ვარ ნინო ჟვანია, პიანისტი, მუსიკის მცოდნე, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, რამდენიმე წიგნის ავტორი, მაგრამ ეს ყველაფერი საზოგადოების ფართო მასებისთვის ცნობილი არ იყო, საზოგადოების ფართო წრემ გავიცნო ბოლო ხანებში როგორც მედოლე. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ მე ასევე ვარ მედოლე. ძალიან უცნაური პერიოდია, იმიტომ რომ ფაქტია, რომ საზოგადოება დიდი გამოწვევების წინაშეა, სახელმწიფო დიდი გამოწვევების წინაშეა. საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩვენი მოსახლეობის თვლის, რომ ქვეყანას უდგას ეგზისტენციალური კრიზისი და საჭიროა ბრძოლა იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და რა თქმა უნდა არ არის ადვილი ყოველდღიურობა ჩვენი. ხვდები, რომ მართლა დგას ევროპული მომავალი საშიშროების წინაშე, მაგრამ მეორეს მხრივ გაორებული ცხოვრობ წელიწადზე მეტია, ერთის მხრივ მაღელვებს ძალიან ის რაც ხდება ქვეყანაში და მეორეს მხრივ ავსებს ეს ყველაფერი ჩემს ყოველდღიურობას ძალიან მნიშვნელოვანი მიზნებით. საინტერესოა ცხოვრება. იცით ამ პროტესტში ჩართულობის გამო ყველაზე უფრო დააკლდა ჩემს მეცადინეობას. ჩვენ ვეძახით მეცადინეობას, აი ამ ასაკშიც კი. იმიტომ რომ სტუდენტებს ვერ მოაკლებთ დროს, არ შეიძლება სხვაზე გაქვს პასუხისმგებლობა და აი ახლა რომ ვემზადებოდი გემრიელად ვიმეცადინე, აი აღარ გავედი რამდენიმე დღე რუსთაველზე და აი დავიბრუნე ფორმა. აი ეს მაკლია. ხელები ფორმაში მაკლია, დაკვრა მაკლია ჩემს ინსტრუმენტზე, რომელსაც ვფლობ, რომელიც ვიცი. გადაწყვეტილება იმაზე, რომ შენ ამ პროფესიას მიყვები, უნდა მიიღო ძალიან ადრე. მუსიკაზე მე შემიყვანეს 5 წლის ნახევრის ვიყავით, რაღაც ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი. სწავლობდი გერმანიაში, მანამდე სწავლობდი თბილისის კონსერვატორიაში, მე გავემგზავრე დიუსელდორფის კონსერვატორიაში სასწავლებლად და 2005 წელს დავბრუნდი საქართველოში, რა თქმა უნდა, დიდიზე გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე მოახდინა იმან, რომ აქ მოხდა ვარდების რევოლუცია და დავინახე, რომ ქვეყანაში, როდესაც დავტოვე ეს ქვეყანა, შუქი არ გქონდა, წყალი არ გქონდა და ქვეყანაში დარწმუნებული ვიყავი, რაღაც ახალი შესაძლებლობები გაჩნდებოდა, რაღაც თვალსაზრისით გამიმართლდა, მოლოდინები, რაღაც გაწმილებებიც იყო, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ 2005 წლიდან მოყოლებული ვასწავლი ჩემს ალმა მატერში, თბილისის კონსერვატორიაში, უკვე გამოდის ღმერთო ჩემო 21 წელი, ხო? ყავს არაჩვეულებრივი სტუდენტები ადამიანის მეტყოლებას ბაძავს გესმის და ჩემი პროფესიის წყალობით ყოველდღე ვდგები იმისთვის რომ რაღაცა მნიშვნელოვანი გავაკეთო თუნდაც მაღალ იდეებზე ვესაუბრო ჩემს სტუდენტებს ძირითადად დომინირებს ზედა ორი ხმა აი, კაი გოგო ხარ. აი, ბახის ტოკატაზე ვმუშაობ, ახლა ჩემს ერთ სტუდენტთან ერთად ნინო სიხარულიძესთან.
3 საუკუნის წინ შეიქმნა ეს ნაწარმოები. 3 საუკუნის წინ ადამიანმა დასვა რაღაც შეკითხვები, რომლებიც დღესაც, როდესაც ჟღერდება სცენაზე თუ საკლასო ოთახში, დღესაც აქტუალურია. აი, არ ვიცი, ალბათ მილიონჯერ მაინც დაიკრა ეს ნაწარმოები მართლა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით და ყოველი ადამიანი რაღაცა თავისას დებს ამ ნაწარმოებში. ყოველ ჯერზე იცვლება ცოტათი ინტერპრეტაცია და მაინც ეს ყველაფერი რჩება აქტუალური დღეს. და როდესაც მე მაგალითად მე-20 საუკუნეში დაბადებული ადამიანი ვესაუბრები ბახის ტოკატაზე ჩემს 21 საუკუნეში დაბადებულ სტუდენტს და ვესაუბრები 1707 წელს დაწერილ ნაწარმოებზე და გრძნობ რომ აი ეს დროითი დისტანცია ბახს, ჩემსა და ნინოს შორის ქრება, ეს არის რაღაცა სასწაული. ხო? აი ნახეთ რა საინტერესო კადრია როიალი. ძველი დაშლილი. ჩვენ პიანისტებს გვაქვს განსხვავებული, მე ვიტყოდი, დამოკიდებულება საკრავებისადმი, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე აი სადაც მივალთ რომელ კლასში, შევალთ რომელ დარბაზში, შევდგავთ ფეხს, გვიწევს ახალ ინსტრუმენტთან შეგუება. მე მიყვარს ყველა როიალი, რაღაც ესეთი შეგრძნება მაქვს და როდესაც ვხედავ აი ასე მაგალითად უკვე დაძველებულს, დაბერებულს შეიძლება ითქვას და ფუნქცია დაკარგულს, აი ისეთივე თანაგრძნობა მიჩნდება, როგორც გამიჩნდებოდა თქვათ ადამიანის მიმართ. და რაღაცით მაგონებს რაღაცა ადამიანის ბედს. მუსიკის არ იყოს რაღაც პროტესტიც ძალიან დიდი ხანია ჩემი ცხოვრების ნაწილია. მე მახსოვს 87 წლიდან რომ დაიწყო პროტესტები თბილისში, რაღაც მამას დავყვებოდი ხოლმე მიტინგებზე. ჯერ იყო 87 წელი, შიმშილობდნენ ახალგაზრდები, მე იყო 89 წელი და 9 აპრილი. და აი რო დავბრუნდი იმის მერე, თუ რამეს აპროტესტებს საზოგადოების დიდი ნაწილი სულ ქუჩაში ვარ. ასე იყო სხვათა შორის ნაციონალების დროს და ასე არის ახლა და შეიძლება ამაზე გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ მამა ჩემი, აი ბავშვობიდანვე ამას მეუბნებოდა, რომ მამა, ყველა წესიერი ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს ოპოზიციაში, იმისთვის რომ მთავრობა იყოს ფრთხილად და იმისთვის რომ გააკონტროლო ხალხი, რომელიც მართავს ქვეყანას და მართავს საზოგადოებას და ამას როგორც წესი აკეთებენ მართლაც წესიერი და პატიოსანი ადამიანები, იმიტომ რომ ისინი ვისაც რაღაცა უპირატესობების მიღება უნდათ მთავრობებისგან, როგორც წესი მთავრობას უჭერენ ყველაფერში მხარს და ჩვენ ვხედავთ ამას ძალიან კარგადაც, რომ როგორ გადადის რაღაცა კასტა ადამიანების აი შევარდნაძიდან მოყოლებული მთავრობის მეხოტბეთა რიგებში, აი პირდაპირ არ იცვლება. კონკრეტულად ამ პროტესტში ჩემი აქტიურად ჩართვა მაინც მე ვფიქრობ მოხდა გავრილოვის ღამეს, როდესაც საშინლად ავშვებთ იმაზე, რაც მოხდა, შემდეგ იყო ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ და კულმინაცია იყო უკვე ჩემი მონაწილეობა 2026 წლის არჩევნებში, სადაც ვიყავი დამკვირვებელი. აი 26 ოქტომბერს ხო იყო არჩევნები, 27 ოქტომბერს რო გავედი ქუჩაში, მე მგონი სახლში აღარ შემოვსულა. მე მაგალითად სერიოზულად ვრისკავ, ეხლა უკვე ტროტუარზე დგომითაც, მე ვარ სერიოზული კლაუსტროფობიკი, ჯიბეში დამაქვს მაგალითად რაღაც ისეთი დამამშვიდებელი წამლები, რომ უცებ რომ დამიჭირო რაღაცა რომ უცებ ჩავიდო პირში, ხა ისეთი მსუბუქი, მაგრამ მაინც რისკავ სამსახურით, იმიტომ რომ არ იცი, როდის რა მოხდება. ძალიან მადლობელი ვარ განგების და ჩემი კონსერვატორისაც იმისთვის რომ მაქვს ეს სამსახური, იმიტომ რომ არაერთმა ადამიანმა ჩემს ირგვლივ დაკარგა სამსახური. აი წელიწად ნახევარზე მეტია, რაც ამ პროტესტში ვარ, მე არ ვაძლევ თავისუფლებას ვიცოცხლო. აი ხალხი იბრძვის საკუთარი ჯანმრთელობის, სიცოცხლის ფასად, დიდი სიყვარულის ფასად, როგორია ხა შვილი რა ციხეში ყავს, უდანაშაულო შვილი. და ამიტომ აი იმათ შემხედვარე და აი ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მშვიდად მივდივარ რისკებზე, რომლებიც დავასახელე.
რაც შეეხება დოლებს, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. არჩევნების მერე ჩვენ რამდენიმე ადამიანი გავწევრიანდით ასეთ ინიციატივაში დამკვირვებლები. და ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა ჩვენმა ლიდერმა შეიძლება ასე თქვას ადამიანმა რომელიც ხელმძღვანელობდა მთელ ამ პროცესს ტატო ქელბაქიანმა იყო უცბად იყიდა $3. და მე ვიყავ ერთადერთი მუსიკოსი და კი გამიკვირდა ტატო რაში გჭირდება ეს დოლები მეთქი და იცი რა არისო აი მე გამიგია რომ მარშებს ძალიან უხდება დოლებიო ეს იყო 2024 წლის დეკემბერი და პირველად დავიჭირე დოლი ხელში და დავაკავე ორ დამკვირვებელს, გურამ ჩუხრუკიძეს და ტატო ქელბაქიანს, ანწუხელიძის, გიორგი ანწუხელიძისადმი მიძღვნილ მარშზე. მახსოვს სხვათა შორის გამიჭირდა, მაგრამ ჩავიფიქრე, რომ მეთქი აი ახლა აი დიდი ადამიანის ხსოვნის საპატივცემულოდ 10 წამით არ უნდა გავჩერდე და ისე მივიდე პარლამენტამდე თქო და მართლაც ასე გავაკეთე. მუსიკოსი კი ვარ, მაგრამ ინსტრუმენტს უნდა ფლობა, მაგალითად ამ ინსტრუმენტს ფლობ და დოლს არა. და როდესაც უკვე დაიბადა ეს შაბათის მარშების იდეა, რაღაც ბუნებრივად მოხდა ჩვენი დაყენება დოლებით მარშების წინ. მე ერთ დღეს ესე ღიმილით ჩამიარა კაკი ჯაფარიძე მეტყობა ჩემს წვალებას რომ უხურებდა და აი მახსოვს ესე შევთავაზე არ გინდა მეთქი რომ დაუკრა თქო და დადგა და მართლა დაუკრა. ჯადოქრობა მოახდინა როგორც იმ პირველ დღეს, ისე ყოველ შაბათს. დაგვემატა ჩვენ ძალიან მაგარი მუსიკოსები, ნიკა მდინარაძე, დათო შუღლიაშვილი, ყავს არამუსიკოსები, სანდრო ჯავახიშვილი, მაგალითად ნიკოლოზ ტყემალაძე. ვცდილობთ რაღაც გარკვეული შემადგენლობით ყოველ შაბათს დავდგეთ ხალხის წინ და წარვუძღვეთ ფილარმონიიდან რუსთავალამდე მარშს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მუსიკას არ აკრძალავენ, იმიტომ რომ ჩვენ ხუმრობდით კიდეც, აი რომ ახალი კანონი რომ შემოდიოდა, აი შეიძლება უცებ ხოლ ავდგეთ და აღმოვაჩინოთ, რომ აკრძალულია დოლების დაკვრა შეკრების ადგილას. რომ აკრძალონ, აი როგორც ხა ტროტუარზე მიწევს დგომა, დავიჭერ ხელში დოლს და მე ალბათ დამიჭერენ დოლიანად. ხოთი შეს ამაზეც მიფიქრი, აი რომ შემოვარდებოდნენ ხოლმე ეს ხალხს რომ გლეჯდნენ. ესეც გვაქვს დანახი ქალებს თმებში რომ აბლებენ ხას. აი ამ დოლს ავყომეთ კი ნუ თუ აი ამ დოლით წამათრებენ. მე იქიდან გამომდინარე რომ კერძო სახლი მაქვს სივრცე რომ შევინახო დოლები. ახლა მაქვს 3 დიდი დოლი და 2 მუშა დოლი. ყოველი შაბათი აი ესე მიმდინარეობს ჩემთან სადღაც აღამოს 5 საათზე ვალაგებ ამ 5 დოლს მანქანაში თავიდან ძალიან არეულად ვალაგებდი მთელი მანქანა მიქონდა ეხლა ვისწავლე ეს ჩალაგება რომ აი ერთი წინა სკამი მაინც დავიტოვო მივდივარ ზუსტად 7 საათზე ხდება კაკი ან სანდრო გადააქვთ ეს დოლები მე ჩვენ ცოტას ვრეპეტიციო თან შეიძლება სხვათა შორის სახლში წავი რეპეტიციოთ იმიტომ რომ მაინც გვჭირდება კაკი მიუძღვის თელს ამ პროცესს და მე უკვე ესე გავდივართ ხალხში და ისე მიყვარს ეს მომენტი, როდესაც ესე შევეწყობით, ავეწყობით და აი ხალხი როგორ ბედნიერი შემოგცქერის ხოლმე. საბოლოოდ ვთვლი, რომ სიხარული ისეთივე განუყოფელი ნაწილია და ატრიბუტია ბრძოლის, როგორც გაწმილება სევდა, ამის გარეშე უბრალოდ ვერ გაძლებ. იცით, რუსთაველზე ვართ ის ადამიანები, ვინც არ გატყდა, არ გაწმილდა და ჯიუტად აპროტესტებს იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში. ყველა ადამიანს, ვინც აკეთებს ამას უკვე 470 დღეზე მეტია, ალბათ აქვს თავისი საიდუმლო, თავისი ტექნიკა. რა განაპირობებს იმას, რომ აი ესე უდრეკად დგას იქ. მე მაქვს ჩემი. მე ვფიქრობ ეს განპირობებულია იმით, რომ მე ვარ მუსიკოსი. და მე ძალიან კარგად მესმის რუტინული შრომის მნიშვნელობა. და ჩვენ 6 წლიდან მოყოლებული ვსწავლობთ იმას, რომ გაწმილება, რაღაცის არ გამოსვლა ნაწილია წარმატების.
რამდენჯერმე ხა ჩვენ არ გამოგვივიდა ვთქვათ ის რაც გვინდოდა მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვიბრძოლეთ რუსული კანონი მაინც მიიღეს მერე რა მაინც მიდიხარ და აგრძელებ პროტესტს და არიან ადამიანები რომლებიც ამ გაწმილებას ვერ გავუწევთ იქ გაწმილდნენ პოლიტიკოსებში ოპოზიციაში მე არ ვიცი რაში ხოთაშორს აქვთ უფლება მე არ განვსჯიმათ ისე ყველაზე მარტივად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შემეძლო ალბათ გაცილებით უფრო მოკლედ მარტინ ლუთერის სიტყვებით აი აქ გავარდა სხვაგვარად არ წავიდს ამდენი არც უნდა ველაპარაკე ყოველთვის მიყვარდა ძალიან სკრაბინი და მოხდა ისე რომ არ დამიკრავს აქამდე პროტესტის დროს ნასწავლი მაგალითად ეს პრელუდია პირდაპირ ასოცირდება პროტესტთან რომელიც ალბათ არც შეუფიქრებია სკრაბინს ხო როდესაც წერდა ამას მე-20 საუკუნის დასაწყისში მე-19 საუკუნის ბოლოს არავინ იცის სკრაბინი ზუსტად რაზე ფიქრობდა ამ დროს მე პირადად ვდებ აი ამ იდეას და სულ მახსენდება ბარათაშვილის მერანი აი რაღაცნაირად სულ მინდა იქიდან ფრაგმენტების წარმოთქმა, როდესაც ვუკრავ. ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთ. აი რაღაცა ეს შეგრძნება მაქვს, როდესაც ვუკრავ და არ ვიცი. აი უცნაურია. რას გაიგონებს მსმენელი, ეს უკვე სხვა საკითხი. ღმერთმა დამიფაროს ის მოხდეს, რომ მე დავეცე. შეიძლება, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ძალიან დიდი ტრაგედია მოხდეს და მყავს ხალხი, ვისაც ეს დამართნია. იქ არ ვიცი როგორ მოვიქცევი. ხანგრძლივი სტრესის ქვეშ მიცხოვრია, საკმაოდ დიდი ტკივილები განმიცდია და წამოვხტარ ვარ. რა კარგად დავამთავრეთ, არასოდეს ეს გამოგდიოდა. აი ძალიან მაგარი